მოგესალმებით მეგობრებო, სეზონის ბოლო გადაცემაა 2024 წლის ბოლო გადაცემა და სეზონს ვასრულებთ ჩემპიონთა მწვრთნელით ლევან კორღალიძე, იბერია 1999 მთავარი მწვრთნელი. მოგესალმები ლევან, პირველ რიგში გილოცავ ჩემპიონობას. რო შევაფასოთ ეს სეზონი, შენ სეზონის შუა ნაწილში მოხვედი, ასე ვთქვათ, მანამდე კარგი სამუშაო გაწია გიორგი მიქაძე. რო შეაფასო ეს სეზონი, რამდენად ელოდი ჩემპიონობა და რამდენად რთულია ზოგადად როცა შუა სეზონში მოდიხარ ისეთ ამბიციურ კლუბში, როგორც იბერია 1999-ია. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ასევე დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, ეს წელი ძალიან წარმატებული გამოდგა იბერია 1999-ისთვის, არა მარტო პირველი გუნდისთვის და ეხლა მინდა ასევე მიულოცო, ეხლა დამთავრდა იბერია 1999-ის მეორე გუნდს, მეორე კი ფარკლუბს გადმოსვლა ერთი საფეხურით ზემოთ და ძალიან კარგია და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ზუსტად არის იმ სწორი მუშაობის ნაყოფი, რაც ხდება იბერიას, ესე რომ ვთქვა, თავს ეს ბოლო წლები. იმიტომ ძალიან ბევრი ტიტული მოიგო ამ კლუბმა და ეს 2024 წელი ასევე არ იყო გამონაკლისი და ძალიან კარგი და წარმატებული წელი გამოვიდა და მე მინდა ყველას მიულოცო ეს გამარჯვება, ეს წარმატება როგორც პირველი გუნდის, ასევე მეორე გუნდის დღევანდელი მატჩი. თან იბერია გამორჩევა იმით, რომ ძირითადი ბირთვი საკუთარი აკადემიის ფეხბურთელებით აყავს, ხო, დაკომპლექტებული. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, ბავშვთა აკადემიიდან როგორ უნდა მოხვიდე იმ შედეგამდე, რომ საქართველოში ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო, ხო? კი ბატონო, სეზონი არ გადის, რომ ტიტული არ მოიგოს. კი ბატონო, რო გადავხედოთ ახლა ბოლო წლებს ამ წლის ჩათვლით, იბერია 1999-ში ყოველთვის თამაშობდა 4-5 აკადემიის აღზრდილი და ამ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი ძალიან დიდი აქტივია კლუბისთვის და ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, ფუფუნებაა მწვრთნელისთვის, როცა შენ არ გიწევს სხვაგან ფეხბურთელების ძებნა და აგერ ხელის გულზე ყავს ეს ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული თაობა, რომელიც მათი ინტეგრირება ძალიან ადვილად და კარგად და სწორი ფორმით ხდება პირველ გუნდში და ეს არის რომ ზუსტად ამ ბოლო წლები ესეთ შედეგები აქვს ამ კლუბს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესე გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს კლუბი, ეს გუნდი და უფრო მეტ წარმატებას მივახცეთ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, კი ბატონო. აი სეზონის შუა ნაწილს რო დავუბრუნდეთ, თქვენ როდესაც მოხვედით მთავარ მწვრთნელად, მაშინ რა მიზანი დაისახა გუნდმა და როგორ ფიქრობთ, აი რამ განაპირობა იბერიას წარმატება, იმიტომ აი ყველა გუნდი არის სეზონის რაღაც ნაწილში, რომელსაც აქვს გარკვეული ჩავარდნები, ხო? აი იგივე ქონდა ტორპედოს, იგივე ქონდა გორისს და მაგრამ იბერიას ანუ ეს ჩავარდნა არ ქონია, ხო? ორივე ლიდერს ძალიან დამაჯერებლად მოუგო. აი ეს რამ განაპირობა? ნუ ეხლა იბერია ყოველთვის ისახავდა და არც ეს წელი იყო გამონაკლისი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოდით. რა თქმა უნდა, მე შუა ზუსტად მესამე და მეოთხე წრე ვითამაშეთ. აი პატარა, ესე რომ ვთქვათ, ჩავარდნა ყოველთვის აქვს. უნდა პატარა ჩავარდნა ქონდა გუნდს, იმიტომ მე რომ მოვედი, ხა მწვრთნელი შეიცვალა და ეხა ნუ ეს ცხადია, როცა მწვრთნელი იცვლება, ხო, ეს რაღაც მიზეზების გამო იცვლება და არა კარგი მიზეზების გამო. ნუ რაღაცა ჩავარდნა ქონდა გუნდს და ნუ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ეს ცვლილება და ცოტა მე ესე ვიტყოდი, რომ ფსიქოლოგიური რთულ პერიოდში მომიწია გუნდის ჩაბარება, იმიტომ რომ რამოდენიმე თამაში ცოტა ესე მიეწყო წაგებები, ესე რომ ვთქვა და ცოტა ფსიქოლოგიური წნეხი იყო ჩვენზე, გუნდზე უпростоრად და ნუ ჩემი პირველი ამოცანა ეგ იყო, რომ ეს ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნა და დაგვებრუნებინა ის წმენა. ბოდიშ ჩაგატოვე ნონიკაშვილის სახით მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგეთ, ხო ასე? კი, რა თქმა უნდა, ნუ ვერ ვიტყოდით და ეს როგორც ესე დავკარგეთ, იმიტომ რომ მას ჩვენ ყოველთვის უხსნით გზას, რა თქმა უნდა, კარგ გუნდში, როცა უკეთეს გუნდში
და უკეთეს ჩემპიონატში წასვლის საშუალება აქვს ფეხბურთელებს, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და მომხრევართ, რომ წავიდეს და განვითარდეს, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ მესამე და მეოთხე წრე. ფაქტიურად 18 თამაშიდან ერთი თამაში წავაგეთ და ძალიან ესე რომ ვთქვათ, მაღალ დონეზე და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ზუსტად ამან განაპირობა მე ეს წარმატება რა. შემთხვევით არ ვიგებდით თამაშებს. აი ეს იყო ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან ისეთი ხაზგასაცმელი და თვალშისაცემი, რომ აი ჩვენ თამაშებს ვიგებდით და სულ ჩვენ ფეხბურთელებს მაგას ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს შემთხვევითობა არ არის რა. ეს დამსახურებული გამარჯვებები იყო კონკრეტული თამაშების და მე ვთვლი, რომ დამსახურებული ჩემპიონობაც იყო და ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ მთელი გუნდის და მთელი კლუბის, პრეზიდენტის, დირექტორების, ყველა ხელმძღვანელობის, ფეხბურთელების, ყველას აი ჩვენი ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი წარმატების ეს პატარა-პატარა რაღაცა წვრილმანები და საწინდარი იყო ჩვენი ერთობა რა. რამაც განაპირობა ის, სადაც ახლა მოვედით. თან ამას ისიც განაპირობებს, რომ როგორც ისევ თავიდან რო დაბრუნდეთ, ან ბიჭები პრაქტიკულად ბავშვობიდან ერთად მოდიან, ხო? ბავშვობიდან ერთად მოდიან და მეც რატო გამიადვილდა ამ კლუბში უცბად ესე, იმიტომ რომ მოვედი და ორ კვირაში უკვე ევროტურნირები ვქონდა და მე ვთვლი, რომ ევროტურნირებზე ძალიან კარგად გამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გუნდი იბერია იყო, რომელსაც ერთი ეტაპი გადალახა მოგებით. მესამე ეტაპიდან გამოვარდი, ძალიან ძლიერ გუნდს შევხვდით. მე არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელებს, ვინც იძახის, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. მაგრამ რეალობაა ეს ჩვენი ფინანსურად, ინფრასტრუქტურით, ჩემპიონატით ძალიან მაღალი დონე იყო ბაშიქ შექირიდან, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ? დღეს ჩვენ აქ ვართ, ისინი ცოტა ზემოთ არიან, ამიტომ ფინანსები აქვს მარტო, ალბათ თელი კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ამ ფინანსებსაც ჩემი აზრით ფინანსებსაც სწორი მიმართულება უნდა მიცე რა. დიდი ფინანსები არ ნიშნავს წარმატებას რა. ჩვენ გვინახია ძალიან ბევრი გუნდი, რომელსაც არ ქონია ესეთი ფინანსები, მაგრამ რაღაც ეტაპები გადაულახია და იმაზე მეტი გაუკეთებიათ, ვიდრე ელოდნენ. თუნდაც ხელმძღვანელობა, თუნდაც ხალხი, თუნდაც ამიტომ გულშემატკივარი და ამიტომ მე ვთვლი, რომ იმ ფინანსებსაც სწორი მიმართულება უნდა მიცე, რომ რაღაცა თავარია, აი გეგმა უნდა დაისახოს ყველა კლუბმა, ხო? იმიტომ დღეს საქართველოში არიან სამწუხაროდ იქნებიან კლუბები, რომელიც გათვლილია 2-3 წელზე, რომ აი დღესვე დადო შედეგი და აი გრძელვადიანი პროექტი არ არის და აი იბერია შემთხვევაში სწორედ ეს იყო, ხო? გრძელვადიანი პროექტი, იმიტომ რომ თუნდაც იგივე აი მამაგეიშვილები პატარაობიდან მოვიდნენ, დღეს გაიზარდნენ და მოვიდნენ იქამდე, რომ საკუთარ კლუბში გახდნენ ჩემპიონები. მინდოდა, კი ბატონო, აი ზუსტად ეს რაზეც უკვე ჩვენ ვილაპარაკეთ, პრინციპში ამაზე, რომ ძალიან დიდი როლი აქვს აი ამას, რომ აკადემიიდან ჩვენ ინტეგრირება ხდება ფეხბურთელებს და ეს ფეხბურთელები დიდი ხანი ერთად არიან და რა თქმა უნდა, მეც რომ და იმათმა კარგად იციან ამ კლუბის მნიშვნელობა, ამ კლუბის ლოგო და მეც რომ მოვედი კლუბში დავბრუნდი, ანუ ზაფხულში 80%-თან თითქმის ნამუშევარი მქონდა მანამდე და იცით თქვენ რომ მე მანამდე მუშაობდი, მაშინ საბურთალო ერქვა ამ კლუბს და მე მუშაობდი ამ კლუბში და თასიც მოვიგეთ და ძალიან ესე წარმატებული, ესე რომ ვთქვათ, წარმატებულად ვიმუშავეთ ერთად ამ ბიჭებთან და ბევრი ჩემი მოყვანილი იყო. ანუ მე როცა მწვრთნელი ვიყავ, მაშინ მოვიდნენ გუნდში. ამიტომ ამანაც ცოტა გამიადვილა. მე ეს ევროტურნირებზეც ესე რომ ვთქვათ, დადებითად გამოსვლა შეგვიძლია შევაფასოთ მე ვთვლი და პლუს რომ მე ამ ხელა წარმატებას მივახციეთ და ქვეყნის ჩემპიონი გავხდით. ახალი სეზონისთვის, ჯერ ეხლა მორჩა სეზონი, მაგრამ უკვე ალბათ ფიქრი დაწყებულია, ხო, მომავალ სეზონზე, მით უმეტეს ისეთ საფასუხისმგებლო ტურნირზე უნდა დაიცვათ საქართველოს ღირსება, როგორც არის ჩემპიონთა ლიგა. თუ არის უკვე ცნობილი მეტნაკლებად, რომელი ფეხბურთელები დაგტოვებენ, რომელი დარჩებენ, ეს ჩვეულებრივი ნაწილია, ხო, კლუბის ზოგი მიდის, ზოგი რჩება. თუ არის უკვე ცნობილი და თქვენი აზრით, აი, სად ჭირდება ამ გუნდს გაძლიერება, რომ თავარი მიზანი მაინც ევროსარბიელია, ხო, ამდენი ხანი ველით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის, რომ ბირთვი შევინარჩუნოთ ფეხბურთელების ვინც გუნდში არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უნდა გაგრძელდეს მათთან ურთიერთობა. პრიორიტეტი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის.
მე შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი სკაუტები, ჩვენ სამწვრთნელო შტაბი ყველა ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა და მიდის ესე რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები ძიებაც უფრო რომ მე არ ვთვლი რომ ამ გუნდს ჭირდება რაღაცა რადიკალურად შეცვლა, ამ გუნდს ჭირდება წერტილოვნად გაძლიერება და ზუსტად მაგითკენ ვართ მომართული და რავი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ზუსტად იმ ფეხბურთელებს დავიმატებთ და იქ გავძლიერდებით სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება და რა თქმა უნდა მთავარი არის კიდე ამ ფეხბურთელების შენარჩუნება როგორც აღვნიშნეთ კონტინგენტი ვინც ბირთვი შევინარჩუნო და მე მათი პროგრესიც უნდა მოხდეს რა ამ ადგილზე არ უნდა და ადგილზე დგომა ნიშნავს რეგრესს ამიტომ ჩვენი ყველაფერთან ერთად ჩვენ უნდა მოვმართოთ გუნდი, კლუბი, ფეხბურთელები იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფეხბურთელები, ვინც ყავს გუნდში, კიდევ უფრო კარგები გახდნენ. თუნდაც იგივე ის მამაგეიშვილები ახსენეთ თქვენ, რომ დღეს როგორებიც არიან, ძალიან კარგები არის, უფრო კარგები უნდა, სულ უნდა პროგრესირებდნენ და ჩვენ მაგიტო ვართ. მე პირადად მთავარი წვრთნელი და მათი პროგრესი გვჭირდება ევროპის ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, გუნდი არ ხდება კარგი და ძლიერი. ინდივიდუალური ფეხბურთელები ხდება ძლიერები. და კარგ უმატებენ, ანუ პროგრესირებენ და მე რა თქმა უნდა გუნდი ძლიერი ხდება, თორე ისი არ არის, გუნდი გახდა კარგი. გუნდი როგორ გახდა კარგი? ერთი გახდა უკეთესი ვიდრე იყო, მეორე, მესამე იმან მოუმატა, იმან ის პროგრესირებს, აი მე ხდება გუნდი ძლიერი და ზუსტად ეს არის ჩვენ შემთხვევაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ 5 თვეში სტატისტიკასაც რო გადავხედოთ, თუნდაც მთლიანად გუნდურს ამდენი გაუშვით, ამდენი გავიტანეთ და პლუს კიდე ინდივიდუალურ სტატისტიკას ფეხბურთელების, ხო? მანამდე რამდენი გოლი ქონდა ჩეკდებული, მერე რამდენი, აი ძალიან პროგრესი განიცადეს ამ 5 თვეში და ეს ძალიან კარგია და მე ძალიან მიხარია და მოხარული ვარ ამისთვის. აი ჩემპიონატს უნდა გითხოთ, ფაქტია რომ უნდა ვაღიაროთ დღეს საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონეზე, რომელიც ჩვენ გვინდა, ხო, ყველას რო იყოს, იმიტომ რომ კი, ძალიან კარგია ის ნაკრების წარმატება, რაც ყველამ ერთად დავდეთ და ამდენი ხანი ველოდით, ამ წარმატება და ზედიზედ 3 ზაფხულია ევროპის ჩემპიონატზე ვართ, მაგრამ ხოლო სანაკრებო ვერტიკალით ფეხბურთი არ ვითარდება, ხო? თუ ჩემპიონატი არ გაგძლიერი, იმიტომ ჩემპიონატი არის საძირკველი ფეხბურთის და შიდა ჩემპიონატი უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოსო, დღეს მაინც დაბალ დონეზეა. თქვენი გადმოსახედიდან მაინტერესებს რა არის საჭირო იმისათვის რომ აი ჩვენი ჩემპიონატი კიდევ უფრო მიბზიდველი გახდეს მაყურებლისთვის და მაყურებლისთვის რომ მიბზიდველია შემდეგ უკვე კერძო სექტორის ინტერესიც უფრო დიდია, ფინანსები უფრო დიდია და ფინანსები, ну დღეს ფინანსებზე არის დამოკიდებული ფეხბურთის განვითარება. პირველ რიგში აი ნაკრები ახსენეთ და კიდევ ერთხელ მიულოცავ ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ გამოსვლას, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებულ გამოსვლას და კიდევ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ძალიან კარგი სამუშაო გაწიეს მწვრთნელებმა და შედეგი სახეზეა. რაც შეეხება ჩვენ ჩემპიონატს, რა თქმა უნდა ხარისხი უკეთესობა გვინდა რომ ხარისხი უკეთესი იყოს, რა თქმა უნდა დაძაბულობა უნდა გავმიჯნოთ ჩვენ დაძაბულობა და ხარისხი. რა დაძაბულობა იყო, მაგრამ დაძაბულობა არ ნიშნავს ხარისხს და რა თქმა უნდა სასურველია რომ უფრო ხარისხიანი ჩემპიონატი ჩატარდეს 2025-ში და შემდეგ წლებში რომ მე ვფიქრობ რომ ხარისხიან ჩემპიონატს ჭირდება ხარისხიანი ფეხბურთელები და ზუსტად მივდივართ აი იმ ფინანსებთან რაც თქვენ ახსენეთ რა რომ რა თქმა უნდა ფინანსურად ინფრასტრუქტურულად ფინანსურად მძლავრი კლუბები როცა იქნებიან და მე დარწმუნებული ვარ რომ გუნდის მფლობელები ამის ზუსტად ცდილობენ რომ აი ესეთი ფინანსურად გამართული სტაბილურობა იყოს ინფრასტრუქტურულად კარგად იყვნენ გუნდები რა თქმა უნდა მე უფრო ხარისხიც მოიმატეს დარწმუნებული ვარ და უფრო უკეთესი ჩემპიონატი გვექნება და უფრო კარგად წარმოვაჩენთ აი ზუსტად იმ ევროტურნირებზე რაზეც დღეს საოცრებო გაგვიხდა რომ იქ მოხვდეთ ზუსტად კარგად წარმოვაჩენთ მე თავს ზუსტად იმ ევროტურნირებზე. და ჩვენს გარდა უკვე ყველა მოხვდა ხო სომხეთი აზერბაიჯანის და კი ბატონო სამწუხარო რეალობაა მაგრამ ნუ რას ვიზავთ ჩვენ არ უნდა ჩამორჩეთ და ნელ-ნელა უნდა მივყვეთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შორს არ არის ის დრო როცა საქართველოს ჩემპიონატიდან გუნდი ითამაშებს რომელიმე ჯგუფურ ეტაპზე რა ეს იქნება ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა თუ კონფერენცია ლიგა. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ალბათ ყველა მწვრთნელმა ეს უნდა დავისახოთ მიზნად რომ აი იქ წამოვაჩინოთ თავი კარგად ევროტურნირებს გულისხმობ. დიდი მადლობა ლევან, კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემპიონობას და
და წარმატებებს გისურვებს და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი დაგვედოს. დიდი მადლობა. ჩვენ ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და მეტი წარმატება მოუტანოთ საკლუბო ფეხბურთს გულისხმობ საქართველოს. ლევან კორღალიძე იბერია 1999-ის თავანი მწვრთნელი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობთ ყურადღებისთვის, გილოცავთ ახალ წელს. დიდი მადლობა. შევხვდებით 2025-ში.